თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი დედის, ბებიების და საერთოდ ქართული გვარების ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი საამაყო წინაპრების თავგადასავალი, უყურეთ საერთო კლუბის აქვს YouTube-ზე ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, გამოგიზამეთ ცნობები და ლეგენდები თქვენს გვარზე და ჩვენ დავამატებთ ჩვენს კოლეგებს. ერთად გავაძლიეროთ ქართული გვარები და საქართველო. გამარჯობათ. ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას საქართველოს ისტორიულ გვარებზე. ჩვენ გახლავართ სამეფო კლუბი. ეს გადაცემაც არის სამეფო კლუბის გადაცემა, რომელიც მიმდინარეობს YouTube არხზე. მე გახლავართ ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ლევან ბერაია. ეს ამ გადაცემის სახელწოდება არის საქართველოს ისტორიულ გვარები. დღეს სანამ ისტორიულ გვარებზე გადავალ და გაგაცნობთ ერთ გვარს, მანამდე მინდა ესე იგი გაგაცნოთ ჩვენი კლუბის, სამეფო კლუბის, ესე იგი თუ რას საქმიანობს სამეფო კლუბი და რა გაუკეთებია და რა შეუძლია სამეფო კლუბს. საქართველოს სამეფო კლუბი არასამთავრობო ორგანიზაცია არის, სრული სახელწოდება მის საქართველოს სასულიერო და საერო მოღვაწეთა სამეფო კლუბი, მონარქისტული კლუბია. საქართველოს სამეფო კლუბი 2003 წელს დაარსდა. სამეფო კლუბის მიზანია საქართველოს ისტორიის და კულტურის პოპულარიზაცია ქართველ ახალგაზრდებსა და მსოფლიოში. საქართველოსადმი მეგობრული ორგანიზაციების და პიროვნებების შემოკრება. საქართველოში ეროვნულ დემოკრატიული და მონარქისტული იდეოლოგიის ჩამოყალიბება და გავრცელება. ეროვნული თანხმობის მიღწევა. საბოლოო ჯამში თუ ქართველი ხალხი მოინდომებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქვეყანაში მონარქიის აღდგენა და მისი დადგენა კონსტიტუციური, სახალხო, ჰორიზონტალური, დემოკრატიული, საპარლამენტო რესპუბლიკური მონარქიის სახით. გადაწყვეტილების მიღება შეუძლია მხოლოდ ქართველ ხალხს. სამეფო კლუბი ეწევა და ხელს უწყობს ქველმოქმედებას. საქართველოს სამეფო კლუბი მოქმედებს საქართველოს პატრიარქის, კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით. საქართველოს სამეფო კლუბი აერთიანებს ეროვნული, მონარქისტული, დემოკრატიული შეხედულებების მქონე პირებს. სამეფო კლუბი თვლის, რომ მონარქიის აღდგენა შესაძლებელია საქართველოში და ეს ხელს შეუწყობს დემოკრატიასა და ტრადიციონალიზმის საქმეებს, როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ დონეზე. ეს სასარგებლო იქნება მონარქიის ზოგადი საქმეებისათვის მთელ მსოფლიოში. სამეფო კლუბი მოქმედებს კოლექტიური პრინციპით. უმთავრეს გადაწყვეტილებას იღებს სამეფო კლუბის კრება, სადაც ყველას აქვს თანაბარი ხმა. სამეფო კლუბის კრებებს უძღვება სპიკერი. საქართველოს სამეფო კლუბის სპიკერია ჟურნალისტი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი გაიოს მამალაძე. საქართველოს კლუბში, სამეფო კლუბში მოქმედებს რამოდენიმე კომისია. გაგაცნოთ რამოდენიმე, ესე იგი ჰერალდიკისა და სიმბოლიკის კომისია, რომელმაც თავმჯდომარეა დავით კლდიაშვილი, იურიდიულ საქმეთა კომისია თავმჯდომარე გიორგი თევზაძე, საგვარეულო კვლევების კომისია თავმჯდომარე ლევან ბერაია, თქვენი მონა მორჩილი. არსებობს კიდევ კულტურის და სხვა კომისიები. სამეფო კლუბს ჰყავს წევრები, დამსახურებული წევრები, მარადი წევრები, ღვაწლმოსილი წევრები, საპატიო წევრები და საპატიო დინასტიური წევრები, როგორც უცხოელი ისე ქართველი. საქართველოს სამეფო კლუბის საპატიო წევრები არიან საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, პრინცი დომინიკო ნაპოლეონე ორსინი, გრავინის ჰერცოგი იტალია, ამერიკის შეერთებული შტატების ბრიგადის გენერალი რონალდ მაგნუმი, მაესტრო ბატონი იან გილანი, კილმარნოკის ბარონი ევრნ ინგ დევიდ აირი, დიდი ბრიტანეთი, ინგუში მწერალი ისა ძაკოევი და სხვები. ბაგრატიო და დინასტიის რამოდენიმე წარმომადგენელი არის საქართველოს სამეფო კლუბის დინასტიური წევრი. სამეფო კლუბის წევრები არიან საქართველოს სამეფო კლუბის ღვაწლმოსილი წევრია პოეტი და მთარგმნელი, ირანის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ბელა შალვაშვილი, ციალა არდაშელია, ანა მიქაუტაძე, დარეჯან ბრეგვაძე, ჟურნალისტი ვახტანგ ბახტაძე, ისტორიკოსი დოქტორი ალექსანდრე აბდალაძე, უფლებადამცველი გიორგი თევზაძე, ჰერალდიკოსი დავით კლდიაშვილი, კახა კვარაცხელია, პოლიტოლოგი გიორგი ბურჯანაძე, თამაზ ზურაშვილი, ისტორიკოსი დოქტორი ბეჟან ხორავა, სიმონ კოპაძე, ალექსანდრე კოკაია, დავით მაისაია, გიორგი რაქვიაშვილი, ვახტანგ კიზიყურაშვილი, ლევან ბერაია, სოსო ქარქაშაძე, გიორგი კუჭავა,
ცოტნე გოგშელიძე, გიორგი კალანდაძე და სხვები. საქართველოს სამეფო კლუბის საბადო წევრები იყვნენ აც გარდაცვლილი მოღვაწეები, ცნობილი ფილოსოფოსი და მწერალი, აც გარდაცვლილი სერ ჯორჯ სკოუტონი, დიდი ბრიტანეთი, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის დეკანოზი აკაკი მელიქიძე. საქართველოს სამეფო კლუბის მარადი წევრები არიან სამეფო კლუბის აც გარდაცვლილი და ღვაწლმოსილი და დამსახურებული წევრები. მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატი, კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე, კინორეჟისორი ლერი სიხარულიძე, საქართველოს სახალხო მხატვრის არტისტი ომარ მხეიძე, ფილოლოგი და ისტორიკოსი ყოფილი პარლამენტარი დოქტორი გურამ შარაძე, ისტორიკოსი ეთნოგრაფი ყოფილი პარლამენტარი ლევან ფრუიძე, ისტორიკოსი აფხაზეთის აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი თეიმურაზ მიფჩუანი, ისტორიკოსი დოქტორი იური სიხარულიძე, ისტორიკოსი დოქტორი ალექსანდრე ბენდიანაშვილი, გაერთიანებული სამეფოს და სამეფო ოჯახების სპეციალისტი გეოგრაფი გია ჭანტური, რაც გარდაცვლილი გია ჭანტურია, ისტორიკოსი დოქტორი ყოფილი პარლამენტარი აკაკი მათიაშვილი, პოლიტიკოსი გაიოს კორძაძე, გიზო კორძაძე, გვარების კვლევარი იაკობ ახუაშვილი, პოლიტიკოსი და ჰერალდიკოსი მიხეილ მაყაშვილი, ლიანა უშვერიძე, გია ბუმბიაშვილი, ირაკლი ხუციშვილი, სერგო მანჯავიძე, მურმან ყურაშვილი და სხვები. სამეფო კლუბს აქვს თავისი ვებგვერდი GeoRoyal G, ასეთი არის, ასევე ესე იგი YouTube არხზე აქვს თავისი საკუთარი გადაცემა, რომელიც ემსახურება იდეების და პროექტების პოპულარიზაციას, საქართველოს ისტორიის წარმოჩენასა და მომავალი თაობების განათლების საქმეებს. სამეფო კლუბმა დააარსა გაერთიანებული სამეფო მეგობართა კლუბი საქართველოში, ერთა თანამეგობრობის მეგობართა კლუბი საქართველოში, ესპანეთის სამეფოს მეგობართა კლუბი საქართველოში, სამეფო კლუბის ჯილდოებია. იონე მარუშიძის სახელობის სიგელი, ამ სიგელი დაჯილდოებულია მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე და სხვები, სამეფო კლუბის ღირსების მედალი, ამ მედლით დაჯილდოებულია ბატონი იან გილანი, საქართველოს სამეფო კლუბს აქვს გამოცემული წიგნი, ავტორი გაიოს მამალაძე, კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის, რომელიც 2007 წელს გამოიცა. ანუ ასე თქვა, ჩვენ ესე იგი ვაკეთებთ საქმეს, რომელიც ემსახურება ქართველ ხალხს, ემსახურება დემოკრატიზაციის განვითარებას. ჩვენ ესე იგი მომავალშიც გეგმავთ ძალიან კარგი პროექტები გვაქვს და გინდა რომ ესე იგი ეს ყველაფერს შევასხათ და ესე იგი ეს ყველაფერი გამოადგეს ქართველ ხალხს გამოადგეს და საქართველოს გამოადგეს თლიანობაში. ჩვენ ეხლა ეს რატო თქვით რაღაც გარკვეული წრეები ადამიანთა გარკვეული კატეგორიას რაღაც დაებადათ რაღაც კითხვები, არასწორი კითხვები დაებადათ ჩვენთან მიმართებაში. ხო და რაღაც გაუგებრობას მე იმედია ვიტოვებ იმას, რომ ესე იგი ეს ყველაფერი გაუგებრობაა და ეს იმის ბრალია, რომ ესე იგი არ გაეცნენ თავის ძოზე არ გაეცნენ სამეფო კლუბის მოღვაწეობას და ძალიან გთხოვთ უყველა სანამ რამე თქვენს აყენებდეთ ასე თქვა ძალიან რბილად რო თქვა მანამდე ჯერ გაეცანეთ შეისწავლეთ კარგად შეისწავლეთ ესა თუ ის საკითხი და შემდეგ გამვიტანეთ მსჯელობის საგნად ეს თვითონ თქვენ წაგადგებათ იმაზე რომ მე რაღაცა წინ არ დაგხვდით რაღაცა ესე წინააღმდეგობა მე შეგწყვეტ თქვენი გადადგმული ნაბიჯის უკაცრავად და დიდი ბოდიში ასეთი კაცრი და მწვავე გამოთქვამისათვის, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლება შეაფასო ის, რაც ჩვენ, ესე იგი, ჩვენს მიმართ იყო ამ ბოლო დროს გამოთქმული რაღაც პასუხილები და ისეთი რაღაცები, რაც ჩვენ ნამდვილად არ ეს ხედებები გინდა ნამდვილად არ, ესე იგი, შეგვეფერება და არ ვიმსახურებთ იმას, რასაც ესე იგი, ჩვენს მიმართ რამდენიმე ადამიანმა იმაზე მეტი ყურადღება გამოიჩინა, აცმა გამოიჩინა. ეს რაც შეეხება რაც უნდა მეთქვა ალბათ ეს უნდა მეთქვა ნამდვილად ეხლა დავუბრუნდეთ იმ ძირითად საკითხს რა საკითხითაც ჩვენი გადაცემა არის საერთოდ დაკავებული და რა გადაცემისთვისაც ესე იგი რისთვისაც შეიქმნა საერთოდ ეს გადაცემა ეს არის გვარები ისტორიული გვარები საქართველოში ყველა გვარი ისტორიულია მე ისე ვიმეორებ ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენელი იყო და მონაწილეობა სამქვეყნის აღმშენებლობაში მე
ვერ გამოყოფ ვერც ერთ გვარს, ვერც დიდ გვარს და ვერც მცირე გვარს. ჯერ არ მისმის მცირე გვარი და დიდი გვარი რას ნიშნავს? რას ნიშნავს? ესე იგი, იმიტომ რომ ყველას თავისი წვრილი მიუძღვის ამ ქვეყნის აღმშენებლობაში და ყველას აქვს თითო აგური დადებული და მოტანილი აქამდე და საბუძველში გინდაც საბუძველში და გინდაც ეხლაც და ეხლაც აკეთებენ ძალიან ბევრი გვარი, ეხლაც იხსთვის იმისათვის, რომ ესე იგი თავის დიდება მოუტანოს უპირველესად თავის ქვეყანას და როცა შენს ქვეყანას მოუტან ძალიან დიდებას, უკვე შენც ესე იგი წარმოჩინდები ისე როგორც ჩვენი წინაპრები წარმოჩინდნენ ჩვენს წინაშე დღეს. ამქიდან გამომდინარე მე მინდა დღეს ერთი ძალიან საინტერესო ახლა ამას რატო ყვები და რატო მინდა აი ამ გვარზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ მე მაპატიეთ ძალიან დიდი ბოდიში მე მაქვს ჩემი TikTok-ზე მაქვს ჩემი გადაცემები და ბატონო ვალერი ხიმშიაშვილსაც აქვს და ერთ-ერთმა ადამიანმა ჭუმბურიძემ ესე იგი რამდენიმეჯერ მომწერა, კი არ მომწერა, მე განუცხადე ყველას რომ მე ვერ ვნახულობ და ვერ არცალია იმისათვის რომ ესე იგი დავიშვებ TikTok-ზე ვნახო ესე იგი ისინი შეტყობინები. ყველას ვეუბნები რომ ვისაც გინდათ თქვენი გვარის ისტორია შეგიძლიათ ესე იგი მომწეროთ Messenger-ში ან და მეილზე. და ჩემი მესენჯერიც და მეილიც მითითებული არის ქვევით და შეგიძლიათ თუ ვისაც გაინტერესებთ მომწეროთ მე ჩემ მესენჯერში მომწეროთ მესენჯერს ვნახულობ ყოველდღურად ვნახულობ და აქედან გამომდინარე შემიძლია მე ესე იგი ნებისმიერ გვარზე ესე იგი გავაკეთო პატარ-პატარა ესე იგი მიმოხილვა თან ესე იგი ძალიან ბევრია ეს გადაცემები ახლა ჩემმა ნახვევებმა ჩემმა გადაცემებმა 1.5 მილიონს გადააჭარბა უკვე საკმაოდ დიდია ინტერესი გვარების მიმართ ეს მახარებს რა თქმა უნდა, მაგრამ ესე იგი დღეში რომ 400-500 გვარი მოგთხოვს, ესე იგი თავის გვარის ისტორიას 400-500 გვარი ძალიან ძნელი და რთულია ამ წარმოუდგენელიცაა და შეიძლება ადამიანს ლოდინი მოუხდეს, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენაც შეგვიძლია, იმიტომ რომ სხვანაირად არ გვაძლევს არც ფორმატი გვაძლევს და არც საშუალება არც დროც არ გვაძლევს იმ საშუალებას რომ დავუშვათ 400 გვარი 400 გვარის ჩამოთვლაც კი ესე იგი საკმაოდ ძნელია ყოველდღიურად არათუ 400 გვარის ესე იგი გვარის ისტორიის გაჟღერება მით უმეტეს თუ გვარი მე მაქვს მზად მაქვს რა თქმა უნდა პრობლემა არ არის და თუ გვარი არ მაქვს მზად და მომზადებას 2 დღე მაინც უნდა და 2 დღის განმავლობაში საღას დაახლოებით 15-20 წიგნი მაინც უნდა ჩაიხედო 15-20 წიგნში და 15-20 წიგნიდან უნდა ამოიღო ესე იგი მასალები ეს არის ძალიან შრომატევი და კოლოსალური სამუშაოა. ამიტომ ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ყველასთან ვისაც თავის ძოზე ვერ მივაწოდე თავისი გვარის ისტორია. მე ვეუბნები ყველას კაცო მე ვისაც წარგიდგენთ გვარს ანუ გვარის ისტორიას მე შემიძლია აი ეს შემდეგ აი ეს ისა გადმოგცეთ ასეთი ფორმით ელექტრონულად რა თქმა უნდა შემიძლია თუ მომწრეთ თქვენს მეილს გადმოგცეთ თქვენი გვარის ისტორია. ეხლა დღევანდელი გვარი დღევანდელი ასე ჭუმბურიძეზე ესა ხო ესაც დავიწყე ეს ადამიანი ეს პიროვნება იყო ჭუმბურიძე რომელმაც ესე იგი 1-2 მაინც მივწერეო ბატონ ლევანს და პასუხი არ ამაქვს და ერთხელ და მართლა ჭუმბურიძემდე ვერ მივედი უბრალოდ იმიტომ რომ ჭუმბურიძემდე ძალიან ბევრი გვარი იყო კიდე და ამიტომ ძალიან დიდი ბოდიში ჭუმბურიძის პირველ რიგში სახელი არ ვიცი სამწუხაროდ და ეხლა მინდა ეს ანუ მას დაუკმაყოფილო ის თავისი ცნობის მოყვარეობა და შემდეგ თუ მომწერს თავის მეილს მე ამას აი ამას ამ ვრცელ ნაწერს ესე იგი გადაუგზავნი ჭუმბურიძეების გვარზე. საკმაოდ კარგი გვარია და საკმაოდ ცნობილი გვარია ჭუმბურიძეები. ეს არის იმერეთში გავრცელებული გვარია ძირითადად იმერეთში არიან არის დადასტურებული სამართლებრივი დადასტურება ესე იგი ამ გვარის არის მე-16 საუკუნიდან ჭუმბურიძე საერთოდ წარმოადგენს იმერეთის ისტორიულ აზნაურულ გვარს წარმოადგენს, რომელიც არსებობდა და საზოგადოებრივ წონად დადასტურებული როგორც
ადრეული ესე იგი დოკუმენტებით ისე სამეფო ეკლესიური სიგელებით და მოგვიანებით რუსეთის იმპერიის სამართლებით და ჰერალდიკური წარმოებით. ამ საგვარეულოს ისტორიული პროფილი განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმით, რომ სხვადასხვა ეპოქაში თანაარსებობს სამი ძირითადი ხაზი: სათემო ეკონომიკური საფუძველი, სამოხელეო სასახლის სამსახური და სასულიერო დინასტია. დადასტურებული რომ გვარი მე-20 საუკუნის დასაწყისში უკვე მოექცა იმპერიურ ბიუროკრატიულ სრულ ფორმებში, სენატის ჰერალდიკის დეპარტამენტის იუსტიციის სამინისტრო და სხვა უწყებების საქმეებში. გვარი ჭუმბურიძე ეპონიმური ტიპისაა და წარმოებულია საკუთარი სახელიდან ჭუმბურო. ჭუმბა, ესე იგი ესა რამოდენიმე ვარიანტია ამ ჭუმბურიძესი. მე პირადად ვიხსენებ იმისკენ, რომ ჭუმბური არის მეგრული სიტყვა და ნიშნავს წაბლს ნიშნავს პირდაპირ. წაბლი, მაგრამ ეგ შეიძლება მეცახელი ყოფილიყო ადამიანის, რომელსაც წაბლა ან რაღაც ესეთი რაღაცა დაუშვათ ჭუმბურა ერქვა და ის ჭუმბურის შთამომავლობას დაერქვა შემდეგ ესე იგი ჭუმბურიძეები. ჭუმბურიძე და დადასტურებული ადრეული დოკუმენტური ფენა იწყება 1778 წლის საბუთით, რომელიც აღწევს ქუთაისის საყდისცემლის შესასრულებელ ბეგარას. ეს ტექსტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სახელების დაფიქსირების გამო, არამედ იმიტომაც, რომ გვიჩვენებს იმერეთის სოციალური სტრუქტურის პრაქტიკულ მექანიზმს, ვის რა ევალებოდა საყდისცემლი და რა რესურსებით ასრულებდა ამ ყველაფერს. დოკუმენტი ასახელებს ამდენივე პიროვნებას საცხოვრებელ ადგილების მიხედვით. ეს არის ჭუმბურიძე გვიტია ფერსათელი არის, ფერსათის ცხოვრები. ჭუმბურიძე გვიტია ვალდებული იყო 15 კოკა ღვინო, 12 თეთრი საკლავი, 1 ქათამი, 20 კვერცხი, 1 ურემი ესე იგი თივა და ყოველდღიური მუშაობა და ყავრით მსახურება გაეწია მისთვის. აქ ხედავთ ესე იგი ჭუმბურიძე ივანა, ეს როკითელი არის, ამასაც ესე იგი რამოდენიმე ჩამონათვალი აქვს თავის ესე იგი ვალდებულებების. შემდეგ არის ჭუმბურიძე იოვანე, ესეც როკითელია, ამასაც პურის ჭამა, მასმეძობა, ცხენით ლაშქრობა, ერთი თეთრის ღერებულების ყავრის მიტანა ევალებოდა. ეხლა ეს რა ხდება? ჭუმბურიძე ხუტოვია და ძალიან ბევრია რა, მოკლედ ახლა რო არ შეგაწყინოთ, ვისაც აინტერესებს, მე შემიძლია გადავგზავნო ეს ყველაფერი. აქ რა ხდება? ესე იგი 1578 წლისთვის ეს გვარი როგორც შეჭ კიდევ არ იყო აზნაურულ სტატუსი არ ქონდა მინიჭებული. აზნაურის სტატუსი ცოტა უფრო გვიან მოვიდა ამ გვარში როგორც ჩანს და აი ცხენით ლაშქრობა, პურის ჭამა და მასმეძლობა ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ესე იგი აი ეს გვარი უკვე ნელა გამოდის ესე იგი გლეხთა კატეგორიიდან და ეს ნიშნავს, რომ მსახურთა კატეგორიაში იყო უკვე. ანუ ნელა ესე იგი ეს გვარი ესე იგი წინაურდება ესე იგი სოციალურ იმაზე კიბებზე და იერარქიაზე. ესე იგი შემდეგ მე-18 საუკუნის დასაწყისში ესე იგი ეკლესიურად რამოდენიმე ადამიანი და აი გეტყვით ახლა მოკლედ პირდაპირ გეტყვით მე-18 საუკუნის პირველი მესამეში წარმოდგენილია დედოფალ როდამის, ეს არის იმერთა მეფე გიორგი მე-6-ის მეუღლის დროინდელი დაზიანებული საბუთი საფიცარი წიგნი, რომელიც თეთრ ქაღალდზეა ნიშნავთ ყოველი სიტყვის შემდეგ 3 წერტილი ტექსტი ძალიან დაზიანებულია, თუმცა ძირითადი შინაარსი ნათლად იკითხება. საბუთში საქმე ეხება ბეგარის ამოკვეთას და სანაცვლოდ ეკლესიური ვალდებულების დაკისრებას. აი ეს უკვე ის არის როცა ესე იგი ეს გლეხთა კატეგორიიდან უკვე გამოდიან ესენი და უკვე შედიან უფრო სხვა კატეგორიაში, ანუ მსახურთა კატეგორიიდანაც კი გამოდიან როგორც ჩანს. ერთადერთი მნიშვნელოვანია ორი მიზეზი. ჭუმბურიძეები უკვე ჩნდებიან იმ წრეში, რომელიც სამართლებრივ საეკლესიო გარეგებებს ამოწმებენ და მომოწმეთა კორპუსში მოხვედრა იშვიათად არის შემთხვევითი. ის მიუთითებს სოციალურ სანდოობაზე, ავტორიტეტზე, საზოგადოების საზოგადოებრივ წონაზე. მე-18 საუკუნეში სამეფო სიგელების სამოხელეო ფუნქციები და რაღაცების გელაპარაკებით 1774 წელს დავით ბატონიშვილის წყალობის შეწყვეტილების წიგნში გელათის საბუთია ესა 6 აგვისტოს დათარიღებული გელათის საბუთში დაცული დოკუმენტში დავით ბატონიშვილის სოლომონ პირველის ძე იძლევა წყალობას ერთგულ ყმებს აძლევს ესე იგი საბუთების მოწმეთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჭუმბურიძის და ორი პოზიცია. ესე გიორგი ჭუმბურიძე უკვე საღვთო ხუცესია და ესე იგი მეორე გიორგი ჭუმბურიძეა, რომელიც არის მოურავი.
ეხლა აი ეს რასთან გვაქვს საქმე? საკუთრო წესიდან მოურავი უკვე სამოხელეო სამსახურია, რომელიც ესე იგი მხოლოდ აზნაურთა კატეგორიას ეკუთვნოდა და არავითარ შემთხვევაში გლეხთა ან საქმრთა კატეგორიას. აი უკვე 1774 წლიდან აი ამ გვარის წარმოადგენს უკვე ჩვენ აზნაურებად ხედავთ აქ და ჩანს როგორც აზნაურები. ეს არის ძალიან საინტერესო ის არის რა ჩანაწერი. აქ 1794 წლის დოკუმენტი დაზიანებული ესეც ეხება შეწირულობას სვირის წმინდა გიორგის ესე იგი ეკლესია მოწმეთა და კარის წარმომადგენლებს შორის ფიქსირდება მოურავი სოფლის ამისა ჭუმბურიძე. ასევე დასახელებულია მღვდელი ღიბრაძე სიმონ და სხვა პირები. ამით ჩანს რომ ჭუმბურიძე სახელდება არა მხოლოდ გვარად, არამედ ფუნქციაც უკვე შეითავსა, რაც მე წეღა გითხარით მოურავობა. ეს არის უკვე აზნაურის პირდაპირ ეს სადაც მოურავის წაიკითხავთ. ჩათვალეთ რომ ეს იყო აზნაურული ტიტული იყო მხოლოდ და მხოლოდ. 1899 წლის საბუთით ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი ტექსტია საგვარეულოსათვის, რადგან პირდაპირ ეხება ბოსლებს და იქ ჭუმბურიძების სტატუსს. ესე იგი აქ წერია რომ ჭუმბურიძები თავდაპირველად შეწირულნი იყვნენ წმინდა ტაძრისათვის, შემდეგ სოფლის დაუდგომრობისაგან საერისკაცოდ გადაქცეულან. დიდი სახელოვანი მეფე სოლომონი და კათოლიკოსი იოსები ჩართულან ეკლესიის მამულების დაბნელთა შეკრებაში. ჭუმბურიძეები ისევ წმინდა ტაძრისათვის შეუწირავდა ბოსლებში დაუდგენიათ. ეს იმას ნიშნავს რომ ჭუმბურიძეები ბოსლებში იყვნენ საეკლესიო აზნაურები იყვნენ. შემდეგ გარკვეული ნაკლებობისა არეულობის გამო ისინი სხვა ადგილზე დაბნეული იყვნენ. ხოლო სოლომონ მეორე ძალმოფლებით კვლავ მოძიებულან და ბოსლებში ხალხად დასახლებულან. საბუთი ჩამოთვლის მიწა მამულს, საყანი ადგილი მამული წყალი რაღაცებს. ეს ტექსტი ასახავს ეპოქის უმთავრეს თემას, ეკლესიური მამულების აღდგენას და მოსახლეობის ესე იგი სამართლებრივ დამაგრებას. აქ ნათლად ჩანს რომ ესე იგი ჭუმბურიძეები აი აქ ბოსლებში საეკლესიო აზნაურები იყვნენ. 1791 წლის სიმონეთის დეკანოზი იყო მღვდელი გიორგი ჭუმბურიძე. დეკანოზობაც იყო სუფთა აზნაურული ის იყო რა ქვია მაგას ხარისხი იყო აქ სხვა გამორიცხულია სხვა რომ დავუშვათ სხვა წოდების წარმომადგენელი ყოფილიყოს ეს ყველა ვარიანტი იყო ესე იგი აზნაური იყო. შემდეგ გვაქვს 1797 წლის საბუთი, ესე იგი აღწერს ფიცსა და მორიგებას ადგილმამულების საკითხზე. ტექსტში ჩანს რომ ეს საქმე ეხება ბოსლებს, საეკლესიო მიწებს, საზღვრებს და რაღაცებს. ესე იგი ფიცის ინსტიტუტია, ესე იგი 80 კაცი იფიცება აქ, კონტროლ ესე იგი ესეც აშკარად მიუთითებს ესე იგი გვარის უკვე წოდებრიობას. მე-19 საუკუნის დასაწყისში, ესე იგი გელათში, ბოსლებში ჩანს ეს გვარი, აი ეფთიმე გენათელის მე დადებული წიგნი. 1804 წლის დოკუმენტი წარმოადგენს განსაკუთრებულ დეტალურ ტექსტს. ეფთიმე გენათელი აღწერს როგორ ვიქთამე ბოსლების საიაშვილო სოფელი და ადგილმამული როგორც ჭუმბურიძები და მიქაბერიძები სახლობდნენ, როგორ იყო ადრე 7 პატახი, მერე პატახზე მიქაბერიძე, შემდეგ აღწერილია და ჩამოთვლილია ბევრი რაღაცეები. ესე იგი 1808 წლის მარტის დოკუმენტში კონსტანტინე ბატონიშვილი და მისი მეუღლე ანასტასია ახდენენ შეწირულობას. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთი ფრაზა სოციალური იერარქიისათვის. მოწმეთა შორის ფიქსირდება ჭუმბურიძე ქაიხოსო მოურავი. დამატებით მე-19 საუკუნის დასაწყისის კომენტარული ცნობაც პირდაპირ ასახავს აზნაური ქაიხოსო ჭუმბურიძე კონსტანტინე ბატონიშვილის საოცრების წლებში მოურავებს შორის იხსენიება. მოკლედ ეს გვარი საკმაოდ კარგი გვარია. ამ გვარს ესე იგი ძალიან ბევრი მღვდელი ყავდა, ესე იგი მღვდლები ძალიან ბევრი ყავდა. მე მგონი როგორც მე მახსოვს, ესე იგი რაღაც დაახლოებით 20 მღვდელი იყო ამ გვარიდან წამოსული. სხვა ესე იგი სხვა ადგილებში სიმონეთში იყვნენ ესენი ძირითადად თერჯოლაში, ალისუბანში, კაცხში, ეწერში, საზანოში, რა ვიცი, მღვიმებში და ძალიან ბევრ ადგილზე. რუსეთის იმპერიის სამართლებრივ საქმეებში ესე იგი ეს გვარები ძალიან ისე ჩანს რა, აგერ საქმე ეხება აგერ 1899 წლების ესე იგი იმპერატორის კანცელარიის საქმე ეხება კონსტანტინე წულუკიძისა და ელიზავეტა ჭუმბურიძის სახელზე გაგზავნილ შუამდგომლობებს, სადაც ითხოვენ კომპენსაციას 1820 წლის შუამდგომლობის ბაბუისაგან.
თავადი ბაგრატინისაგან ჩამოთვლილი ქონებისათვის. ესეც ძალიან საინტერესო ხო მე ყოველას ჩამოთვლას არ მიყვები, აგერ ვისაც გაინტერესებს, შეგვიძლია გამოგიგზავნოთ ეს ყველაფერი სამხედრო ჯილდოებიც, ესე იგი პირველ მსოფლიო ომში წმინდა გიორგის ჯვარი ჰქონდათ აგერ, ესე იგი მეოთხე ხარისხის ჯვარი ჭუმბურიძე ბენიამის და ჭუმბურიძე ვლადიმერს. მოკლედ ეს გვარი არის ძალიან საინტერესო გვარია. ხო და ვისაც გაინტერესებს კიდევ გეუბნებით რა, მე შემიძლია ეს ნაშრომი გადმოგცეთ ყოველგვარი რაღაცების გარეშე, ყოველგვარი, ესე იგი მოკლედ თქვენია, ვისაც გაინტერესებს, ჭუმბურიძე შემექმნე და ყველას გამოგზავნით ამ გვარს. ასე რომ ვისაც გაინტერესებთ ისე თავიანთი გვარის ისტორიები გთხოვთ მომწეროთ მესენჯერში და მე შეძლებს დაგვარად ყველას თხოვნას დავაკმაყოფილებ. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მოსმენისათვის და მომავალ შეხვედრამდე. არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი, საქართველოს სამეფო კლუბის არხი, YouTube გადაცემა არის საქართველოს ისტორიული გვარები. ლევან ბერაის ავტორ გადაცემა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. 3000 წელს მეტი გიცხოვრია როგორც ერსა ებსა ჩავდღეს მოსრები ვარ